გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლოდროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მოგესალმებით, დღეს პარასკევია, საღამოს 6 საათი და რადიო აფხაზეთის ხმის ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი. მე კი მისი წამყვანი მარიამ ჯოჯუა ვარ. ჩვენი დღევანდელი სტუმარია ჩვენი საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის მოზრდილთა კარდიოლოგიური დეპარტამენტის სტაციონარი სამსახურის ხელმძღვანელი, ასევე ევროპის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ქალბატონი ია ჟღენტი. მოგესალმებით, ქალბატონო ია, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმები მარიამ, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმებით თქვენს რადიო მსმენელებს. ჩვენი დღევანდელი სასაუბრო თემა იქნება არტერიული ჰიპერტენზია და მოდი ქალბატონო ია დავიწყოთ ზოგადად საუბარი იმით, თუ რა არის არტერიული ჰიპერტენზია. კი ბატონო, არტერიული ჰიპერტენზია გახლავთ არაგადამდებ დაავადებათა შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება. თვითონ არტერიული ჰიპერტენზია ეს არის სისხლის მიმოქცევის სისტემაში არტერიული წნევის ციფრების მყარი და ხანგრძლივი მატება. არტერიული ჰიპერტენზია არ გახლავთ სტატიკური მაჩვენებელი, ეს არის დინამიური მაჩვენებელი ისეთ პაციენტებში, რომლებიც არ არიან დაავადებული არტერიული ჰიპერტენზიით. ანუ ეს რას ნიშნავს, რომ პაციენტი, რომელიც არ არის ჰიპერტენზიით დაავადებული და თუ ის გადაიტვირთა, თქვათ, მოხდა ფიზიკური გადატვირთვა ან ემოციური გადატვირთვა, შესაძლებელია დღის განმავლობაში არტერიული წნევის ციფრები, თქვათ, გასცეს დასაშვებ ნორმას. მაგრამ როდესაც ეს გარემო ფაქტორების ზემოქმედება იხსნება, შესაძლებელია ამ შემთხვევაში არტერიული წნევის ციფრები უბრუნდება ნორმას. რასაც ვერ ვთქვით არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში, მათთვის როგორც ფიზიკურ დატვირთვის დროს, ასევე მოსვენებულ მდგომარეობის შემთხვევაში შესაძლებელია არტერიული წნევის ციფრები იყოს მაღალი, როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში. სტატისტიკაზე რომ ვისაუბროთ, ქალბატონო ია, რამდენად გავრცელებულია არტერიული ჰიპერტენზია საქართველოში და ასევე მსოფლიოშიც. არტერიული ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს შორის არის ყველაზე გავრცელებული დაავადება, როგორც მსოფლიო მასშტაბით, ასევე საქართველოშიც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ერთი წლის განმავლობაში 7.5 მილიონი ადამიანის სიკვდილი ხდება არტერიული ჰიპერტენზიის გამო, რაც ზოგადი საერთო გლობალური სიკვდილობის 12.8%-ია, რაც დამეთანხმებით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ასევე საქართველოში საკმაოდ გავრცელებული დაავადება გახლავთ არტერიული ჰიპერტენზია და პრევალენტობა და ინციდენტობა სამწუხაროდ მზარდი არის საქართველოს მონაცემებით. როგორია ნორმალური არტერიული წნევა და როდის ითვლება იგი ჰიპერტენზიად? ნორმალური ანუ ოპტიმალური არტერიული წნევა ითვლება, როდესაც ზედა, ანუ სისტოლური წნევა არის 120 და დიასტოლური, ანუ ქვედა წნევა არის 80 მმ/ვერცხლისწვევ. მაშინ, როდესაც არტერიული წნევა, ანუ ზედა წნევა, ეგრეთ წოდებული, იმატებს 140 და მეტზე და დიასტოლური, ანუ ქვედა წნევა 90 და მეტი მატება აღინიშნება და ეს დაფიქსირდება პაციენტთან რამდენიმეჯერ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ არტერიული ჰიპერტენზიის არსებობასთან. გამომწვევ მიზეზებზე რომ გადავიდეთ, რა იწვევს ჰიპერტენზიას და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თუ არა გენეტიკური ფაქტორი? კი, დაგეთანხმები, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლებელია იყოს გენეტიკური ფაქტორი. მაგრამ სხვა ძალიან მრავალი და ბევრი მიზეზი არის არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი, ძალიან ბევრი რისკ ფაქტორი არსებობს. მაგალითად მწვერვალობა, ჭარბი წონა, დისლიპიდემია, ანუ სისხლში ხოლესტერინის დონის მატება, ჰიპოდინამია, მარილის დიდი რაოდენობით მოხმარება, ფსიქოემოციური სტრესის არსებობა და ასე შემდეგ. სიმპტომებზე რომ ვისაუბროთ, რა სიმპტომები ახასიათებს ჰიპერტენზიას? მოდით დავიწყოთ იქედან, რომ შესაძლებელია პაციენტს ჰქონდეს მაღალი არტერიული წნევის ციფრები და ის საერთოდ ვერ გრძნობდეს მას, ანუ არანაირი კლინიკური გამოვლინება მას არ ჰქონდეს. ასეთ დროს ამას ეწოდება მასკირებული, ეგრეთ წოდებული მასკირებული ჰიპერტენზია, ამიტომაც არის, რომ არტერიული ჰიპერტენზიას ჩუმკვლას უწოდებენ. მაგრამ ძირითადი სიმპტომები, რაც აქვთ ხოლმე პაციენტთა უმრავლესობას, ეს გახლავთ თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, სახის სიწითლე, ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში გონიათ, რომ მხოლოდ ხანდაზმულ ასაკში შეაწუხებთ ჰიპერტენზია და ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა ახალგაზრდა ასაკშიც შეაწუხოთ ჰიპერტენზია.
ესე არ არის, რასაკვირველია, ჰიპერტენზია მეტად გავრცელებული არის, რა თქმა უნდა, საშუალო და ხანდაზმული ასაკის პირებში, მაგრამ გვხვდება ასევე ახალგაზრდა ასაკში და ბავშვებშიც კი. ამიტომ ესე არ არის, რომ 100%-ით მხოლოდ ხანდაზმულ ადამიანს უნდა ჰქონდეს არტერიული ჰიპერტენზია. როგორ ისმევა ჰიპერტენზიის დიაგნოზი? ჰიპერტენზიის დიაგნოზის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასმის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა ეს გახლავთ წნევის გაზომვა. ოღონდ წნევის გაზომვა უნდა მოხდეს თავისი წესები აქვს ამას და ამ წესების დაცვით. არ არის ძალიან რთული, რა თქმა უნდა, პაციენტებსაც ვინის პირობებში შეუძლიათ გაიძომონ არტერიული წნევა. არტერიული წნევის გაზომვა მოკლედ ვთქვათ, როგორ უნდა მოხდეს, ეს უნდა იყოს პაციენტი უნდა იყოს მოსვენებულ მდგომარეობაში, არ უნდა იყოს ემოციურად ან ფიზიკურად დატვირთული უახლოესი წუთების განმავლობაში, უნდა იჯდეს ან უნდა იწვეს და მშვიდ ვითარებაში მოხდეს არტერიული წნევის ციფრების გაზომვა. მნიშვნელოვანია, რომ თავდაპირველად როცა ვადგენთ, გვინდა დადგენ არტერიული ჰიპერტენზიის წნევა გაიზომოს ორივე მხარზე და ასევე ერთი დეტალი არის გასათვალისწინებელი, როდესაც ჭარბი წონის მქონე პაციენტები იზომავენ წნევას, მათ ჭირდებათ ხოლმე სპეციალური მანჟეტები. უნდა იყოს მანჟეტი სწორად მორგებული და ასევე შესაბამისი ზომის მანჟეტი, რომ მივიღოთ ადეკვატური არტერიული წნევის ციფრები. სხვა ორგანოებსაც თუ აზიანებს არტერიული ჰიპერტენზია და რომელი ორგანოებია ეს? კი ბატონო, არტერიული ჰიპერტენზიას აქვს დაზიანების მხრივ ეგრეთ წოდებული სამიზნე ორგანოები, ეს გახლავთ თავის ტვინი, გული, თირკმელები და თვალი. ეს არის 4 ძირითადი, რასაც პირდაპირ გამიზნურად აზიანებს და რასაკვირველია სისხლძარღვები არ უნდა გამოგვჩეს, სისხლძარღვების ცალკეული სისხლძარღვების დაზიანებაც ვითარდება არტერიული ჰიპერტენზიის დროს და აქედან გამომდინარეობს ხოლმე. სწორედ ის დაავადებები, რომლებიც შემდგომ ვითარდება, როგორც გართულება არტერიული ჰიპერტენზიის. ყველაზე ხშირი გართულება მოგეხსენება, რომ ეს არის იშემიური ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის უკმარისობა და ასე შემდეგ. აუცილებელი არის თუ არა წნევის ყოველდღიური მონიტორინგი? იცით როგორ არის, როდესაც პაციენტს უკვე დიაგნოსტირებული აქვს არტერიული ჰიპერტენზია და იმყოფება ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტზე, რეკომენდირებულია, რასაკვირველია, რომ მედიკამენტის მიღებამდე ყოველ დღე რასაკვირველია გაიზომოს წნევა პაციენტმა. მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს, თქვათ, პრეჰიპერტენზიასთან ან ჯერ არ არის სრულად დასმული დიაგნოზი, ასეთ დროს არ არის რეკომენდირებული, რომ პაციენტმა დღეში რამდენიმეჯერ გაიზომოს წნევა, იმიტომ რომ შემდეგ უკვე რაღაც ემოციური ბმა უყალიბდებათ ხოლმე არტერიული წნევის საზომ აპარატთან და ასეთ დროს უფრო მეტად დამაზიანებელი არის ხოლმე ადამიანისთვის ეს, ვიდრე რაღაც სიკეთის მომცემი. როგორც ვიცი, ქალბატონოია, პაციენტთა უმრავლესობა ხშირად არტერიული წნევის, ასე ვთქვათ, ცვლილებას უკავშირებს ამინდის ცვლილებასაც. ამ შემთხვევაში რამდენად მართალია ეს მოსაზრება? მტკიცებითი მედიცინით რასაკვირველი ეს დადასტურებული არ არის, ამიტომ ამაზე მე არ შემიძლია ვისაუბრო. რა თქმა უნდა, გეთანხმები იმაში, რომ პაციენტების ძალიან დიდი უმრავლესობა, რომლებიც მოგმართავენ, ძალიან უკავშირებენ არტერიული წნევის როგორც მატებას, ასევე დაქვეითებას ამით, თუმცა ესე ნამდვილად არ არის. როდის არის უფრო საშიში, ასე ვთქვათ, ძალიან დაბალი წნევა თუ ძალიან მაღალი წნევა? რასაკვირველია ორივე რისკები შემცვლელი არის. მოდით აქ ვთქვათ, რომ არტერიული წნევის ციფრები ვთქვათ, რომელიც ვთქვათ, ჩვენ ვთქვით ეს 120-80 ოპტიმალური წნევის ციფრები და ზედაზღვარი, როდესაც არის ზედასისტოლური წნევა 130, ეს არის ესეთი შუახნის პოპულაციისთვის. რაც შეეხება უფრო ასაკოვან პოპულაციაში, ეს ზედა ანუ არტერიული წნევის და როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური მაჩვენებლები შესაძლებელია ნორმა თითქოს უფრო მაღალი მაჩვენებლები, მაგალითად 140, 90 ან 150, 90-ზე. რაც შეეხება წნევის მკვეთრ დაქვეითებას, ესეც რასაკვირველია დაკავშირებული არის კლინიკური სიმპტომატიკასთან და ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებასთან. როგორც მაღალი, მკვეთრად მომატებული, ასევე მკვეთრი ჰიპოტენზიის ამ დაბალი არტერიული წნევის შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს და შესაძლებელია ასევე საჭირო გახდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. რათა დადგინდეს მიზეზები თუ რატომ ხდება ეს მდგომარეობა. რა ტიპის გამოკვლევები არის ძირითადად რეკომენდირებული არტერიული ჰიპერტენზიის დროს?
კი, კვლევები საკმაოდ მრავალფეროვანი არის. არსებობს ლაბორატორიული კვლევები და ინსტრუმენტული კვლევები. მოკლედ ვთქვათ, ლაბორატორიული კვლევები, რა თქმა უნდა, პაციენტმა ჩაიტაროს სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, თირკმლის ფუნქციური სინჯები უნდა შემოწმდეს, ფარისებრის ჰორმონები, ასევე ლიპიდების განსაზღვრა უნდა მოხდეს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ინსტრუმენტულ მეთოდებს, უნდა ჩატარდეს ელექტროკარდიოგრაფია, ეხოკარდიოსკოპია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც გვინდა სწორად და მარტივად დავსვათ არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი, ჩატარდეს არტერიული წნევის 24 საათიანი მონიტორინგი, რომელიც პაციენტს როგორც დღის, ასევე ღამის განმავლობაში უზომავს წნევას და ახდენს, ასე ვთქვათ, სწორ დიფერენცირებას. და ბოლოს, ასე ვთქვათ, რჩევის სახით, რა რჩევას მიცემდით ისეთ პაციენტებს, ვისაც უკვე აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია? პაციენტები, რომლებიც უკვე დაავადებულები არიან არტერიული ჰიპერტენზიით, პირველი რჩევა იქნება ის, რომ ყოველდღიურად მიიღონ ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი. ასევე პრობლემა უნდა ითქვას და ჩაითვალოს პრობლემად ისიც, რომ პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს ესე ვთქვათ, ესეთი მიდგომა, რომ ვთქვათ, ერთი თვე მიიღებენ არტერიული წნევის წამალს და შემდგომ ეს წამალი აღარ დაჭირდებათ. სამწუხაროდ ესეთი არ არის, როდესაც მით უმეტეს ესეციური ჰიპერტენზიასთან გვაქვს საქმე და მიზეზი არ არის დადგენილი ჰიპერტენზიის, სამწუხაროდ ასეთ პაციენტებს მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდებათ არტერიული ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტი და პირველი რჩევა იქნება ეს, რომ აუცილებლად მოახდინონ არტერიული წნევის რეგულირება ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტების საშუალებით, რომელსაც მათი მკურნალი ექიმი მათ დაუნიშნავს. და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ასევე გახლავთ ცხოვრების წესის მოდიფიცირება. ანუ პაციენტები, ვინც არიან ჭარბი წონის მქონენი, მათ აუცილებლად უნდა დაიკლონ წონა, იმიტომ რომ ითვლება, რომ 10 კილოგრამი წონით კლება 10 ერთეულით იწვევს, ესე ვთქვათ, არტერიული წნევის ციფრების დაქვეითებას. მწვერვალებმა უნდა შეწყვიტონ მოწევა და უფრო მეტად უნდა მოხდეს ფიზიკური აქტივობაში გადასვლა პაციენტების, რომლებსაც ძირითადად აქვთ, ვთქვათ, მჯდომარე სამსახური, ან უბრალოდ არ აქვთ მჯდომარე სამსახური და უბრალოდ თვითონ არ აკეთებენ ამ აქტივობებს, რასაც ქვია ფიზიკური აქტივობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია 50% აქ არის წილი მედიკამენტური თერაპიის და 50% არის ცხოვრების წესის მოდიფიცირების და შეცვლის, რომელიც საკმაოდ დადებითად მოქმედებს კონკრეტულ პაციენტებზე. დიახ. დიდი მადლობა ქალბატონო ია მობრძანებისთვის და ძალიან საჭირო რეკომენდაციებისთვის. მადლობა თქვენ. ამით ჩვენი გადაცემა დასრულებულია. შევხვდებით შემდეგ პარასკევს საღამოს 6 საათზე. ჩვენს მაყურებელს კი კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ექიმი კარდიოლოგი ია ჟღენტი. გავრცელებული დაავადებების მოგვარების გზები, ბოლო დროინდელი აქტუალური სამედიცინო თემები, დარგის პროფესიონალების და ექსპერტების პრაქტიკული რჩევები. ეთერშია გადაცემა თეთრი ხალათი.